გთხოვ, დაჯექი და კოკა-კოლა დავლიოთ. უკვე დაჯექი? ძალიან სასაცილო ხარ. კი, მეც ასე ვფიქრობ. გამარჯობა, ამელკა. კოკა-კოლა. ხელები გაწიე, ეს შენთვის არ არის. და ვისთვის დაასხი ორი ჭიქა? ჩემი ახალი მეგობრისთვის. როგორი მეგობარია? როდის მოვიდა? ეს ბრუნია, ჩემი ახალი მეგობარი. ბრუნი, ეს ჩემი მეგობარი ლეოა. ძველი, ახალი არა. სასაცილოა. კარგი, არ ვიცი რას აკეთებ, მაგრამ მე შენს ხუმრობებში არ ვერევი. ლეოსგან ნუ გეწყინება, ის ცოტათი ვერ არის. კარგი, რა თამაში ვითამაშო? იატაკი ლავა? ამილკა რეპეტიციას გადის? არა. მის გვერდით გავიარე და ყურადღებაც კი არ მომაქცია. ზის და თავისთვის ლაპარაკობს. ის ბრუნის ელაპარაკება. ვინ არის ბრუნი? მისი წარმოსახვითი მეგობარი. ძალიან დიდი ხომ არ არის წარმოსახვითი მეგობრებისთვის? ამელკას გიჟივით უნდა რომ გამოჩნდეს და მოგვატყუოს. მე ეს ყველაფერი კარგად ვიცი. მისმინე, შეგვიძლია მასთან ერთად ვითამაშოთ? მაშინ მისი გეგმა ჩაიშლება. ცუდი იდეა არ არის, გონი სახალისო იქნება. კი, მეც მსგავსი ისტორია მქონდა. გამარჯობა ამელკა, გამარჯობა ბრუნი. მე ფლორა მქვია. სასიამოვნოა შენი გაცნობა. სინამდვილეში ბრუნი ახლა ჩემს გვერდითაა. ის ისეთი სწრაფია. აქ და იქ იყოვცებ. შეიძლება შენთან ერთად გავერთო? ბრუნი გინდა შენს? კი, მას უნდა. შესანიშნავია. შეგვიძლია რამე დავხატოთ? რა სიტყვი? ბრუნის ხატვა არ უყვარს, რა სამწუხაროა, მაგრამ მან თქვა, რომ შეგვეძლო მისი პორტრეტის დახატვა. ბრუნის პორტრეტი? ლეო, ზუსტად დროზე მოხვედი. არ დააყრიანე. ახლა ყველანი ერთად დავხატავთ ბრუნის პორტრეტს. ჩვენთან ერთად შეგიძლია ამის გაკეთება. კარგი. ფაქრებსა და ქაღალდს ავიღებ. ხედავ, ამელკამ ჩვენი დაცინვა გადაწყვიტა. ხანდახან მეჩვენება, რომ ამელკასთან ერთად მართლაც ვიღაცა არის. ამელკა შესანიშნავი მსახიობია. რა მოხდება თუ ეს ბრუნი მართლა არსებობს? ფლორა, რა ადვილია შენი მოტყუება? კარგი. ისეთი უცნაური ხარ, რომ უხილავად გახტომა გადაწყვიტე? ლეო, ეს აუცილებელი არ არის. და აი, აქ ვარ. ბრუნის ხომ არ აწყენინეთ, როცა მე აქ არ ვიყავი? რა თქმა უნდა არა. ჩვენ უბრალოდ თუ ესაუბრეთ ერთმანეთს, არ გვინდოდა ვინმესთვის შეურაცხყოფა მიგვეყენებინა. გაგიმართლა, რომ ბრუნი კეთილია და გაპატია. საიდან იცოდა, რომ ჩვენ მას ვაწყენინებდით? აშკარაა, რომ ის გვისმენდა. ნუ იქნები სულელი ფლორა. კარგი, ხატვას აპირებთ? კი, რა თქმა უნდა. ბრუნი, დაჯექი და ეცადე არ გაინძრე. კი, სულ ესაა. გონი ბრუნი უკვე დავხატე. შეხედე, ამელკა რაღაცას უკვე ხატავს. შეგვიძლია მას შევხედოთ და მსგავსი რამე დავხატოთ. ჰეი! ნუ იყურები, ხატრები დაუმთავრებელ ნამუშევრებს არ აჩვენებენ. კარგი. დაინახე შენ რამე? ერთადერთი რაც დავინახე ის იყო, რომ რაღაც გოგოს ხატავდა. კარგი, იმპროვიზაცია მოგვიწევს.
ასე რომ, საბოლოო შტრიხები. კარგი. და პორტრეტი მზადაა? კარგი, თუმცა ის ცოტა პატარაა. არა უშავს არა? რას ფიქრობთ? მაგარია. ცუდი არ არის. მადლობა, ძალიან ვეცადე. და ახლა შეხედე ჩემს შედევრს. კარგი, და მაჩვენე. ბრუნის შეურაცხყოფას ცდილობ? არა. ეს ჩემი ხატვის სტილია. მე მხატვარი ის ვარ. ბრუნის საერთოდ არ გავს. მე მხატვარი ვარ. ასე ვხედავ მას. ფლორა, მაჩვენე შენი ნახატი. ვაუ, რა არის ეს? შენსაც შეხედე. ჰეი, ბრუნი მართლა მოგწონს? ეს შენ არ გავს? კარგი, გონი მისი ნათელი ფერები მოეწონა. შეიძლება, ბრუნი, შენც მადლობა. რა, გინდა დამალობანა ვითამაშოთ? რა სიტყვით? დამალობანა? კარგი. რა თქმა უნდა, კარგი. და ვინ მოძებნის? შენ. კარგი. მაშინ დატოვე სახლი და დათვალე 20-მდე. კარგი. ბრუნი, ფლორა, დაიმალეთ. რა სისულელია ეს? რატომ არის ამდენი რამე? ეს იმიტომ, რომ გუშინ მაკდონალდსში ვჭამე. ოცი, ვინც არ არის დამალული, ჩემი ბრალი არ არის. მე ვიცი ამ სახლში ყველა სამალავი. ვერ დაიმალებიან. ასე რომ, აქ დამალვა ბანალურია. არც კი შევამოწმებ. ეს პატარა ადგილია. ასე რომ, ეს ძალიან მარტივია. ვინ ზის აქ? ჯანდაბა, შენთვის ადვილი არის და ახლა მოიგე? ბრუნი მაინც უნდა იპოვო. ხო, ეს უხილავი ტიპი დამავიწყდა და კიდევ ფლორა, ღმერთო ჩემო. ბრუნის პოვნაში დაგეხმარები და ფლორას თავად მოძებნი. რა გჭირდება? გამოდი გარეთ. უფრო დიდხანს ვერ მეძებე? არა. როგორ ვეძებო ეს ბრუნი თუ საერთოდ არ ჩანს? არ ვიცი, მოდი ერთად ვნახოთ. კარადაში შეიხედე? ო, მართალია. ჰეი, ეს რა ჩანთაა? ამ ჩანთას პირველად ხედავ. ბრუნის ვერ პოულობ, ძალიან კარგად იმალება. ამელკა. ეს რა ჩანთაა? არ შეეხო. ეს ბრუნის ჩანთაა, არ შეეხო. ბრუნის ჩანთაა? ბრუნი, გამოდი, შენ გაიმარჯვე. კარგი, ჩვენმა ბატონმა ლეომაც კი ვერ გიპოვა. გილოცავ. იცი რა? ამელკა, მეც მინდა ჩემი მეგობარი გაგაცნო. ერთი წუთით? სად მიდის ის? არ ვიცი. კი, ბრუნი, მეც დავიღალე. ცოტა დავისვენოთ. მოდი, ჩვენს გვერდით დაჯექი. ამელკა, ბრუნი, გაიცანით. ეს ჩემი უნიკორნი ვასილია. მას უყვარს სტაფილო და კაშკაშა შარფები. ლეო, გაგიჟდი? შენ რა? ვასილი არ მოგწონს? შეიძლება აწყენინოთ. ეს ხომ ჩემი უნიკორნი ვასილია. ჰაჰა, აქ არავინაა. ისევე როგორც შენი ბრუნი. სინამდვილეში ჩემს გვერდით ის არა? ანუ შენ შეგიძლია გყავდეს წარმოსახვითი მეგობარი, მე კი არა? ბრუნი წარმოსახვითი არ არის. ხედავ მას? მე არა. ყველა ხედავს მას. მეტი, ბრუნის ხედავ? არა? ხო?
თუ კი თქვი ვაფ თქვი ხმა ბრუნის ხედავ მეტი ხმა ჩუმად ამას ნუ ამბობ ხმა გვეგონა რომ ხუმრობა იყო მაგრამ ახლა შენ მართლა გჯერა თუ შენ ბრუნი არ მოგწონს მაშინ თქვი ფლორა იქნებ მოგისმინოს ამელკა კარგი იცი ბრუნი ჩვენ მას ვერ ხედავთ ჩემთვის ყველაფერი ნათელია თქვენ ეჭვიანობთ ფლორა მიეცი საშუალება თავის უხილავ გოგოსთან გაატაროს დრო წამოდი ვასილი მოდი გავაჭენო არა ხო არა მეგობრები უცნაურები არიან ამას მათგან არ ველოდი შენ კი საერთოდ არ იბრძოლე შენნაირი მეგობრის ყოლას არ იმსახურებენ არა დაინახე მე და შენ წარმოსახვით მეგობრებში გავცვალა ნუ თუ ასეთი ცუდები ვართ უბრალოდ მგონია რომ მამელიას მარტო ყოფნა სჭირდება იქნებ ჩვენგან დაიღალა მოდი დაველაპარაკოთ მას და ეს ცირკი აღარ მოვაწყოთ მასთან ახლა მარტო დავტოვოთ ფიქრობ დამშვიდდება და ისევ ჩვენთან დამეგობრდება შესაძლოა მართალი ხარ 1 2 3 ჩიტი დღეს სადილის მოსამზადებლად ჩემი ჯერია მათთვის სადილს მოამზადებ ახლა ვიჩხუბეთ მაგრამ ისინი არ უნდა ვაშიმშივო შენს ადგილას მხოლოდ ჩემთვის მოამზადებდი არა დამეხმარები საჭმლის მომზადებაში და გეხმარები მე შენი ნამდვილი მეგობარი ვარ მადლობა ბრუნი მაკარონს გააკეთებ წავალ და თბილეულს მოვიტან როგორც იტყვი ეს ძალიან მარტივი არის ლეოს ვერ პოულობ ლეომ ყველაფერი შეჭამა მაკარონი მზადაა მადლობა ლეოს მიუტან და შემდეგ ფლორასთვის მეორე პორციას მოვამზადებ კარგი ახლა კი წავედი ვინ არის აქ შეიძლება შემოვიდე შემოდი სადილის მომზადების ჩემი ჯერია, ასე რომ გებრიელად მივთვი. ბრუნისთვის სადილი უკვე მოამზადე? ჯერ არა. არ დაგავიწყდეს. ვასილისთვის რამდენიმე სტაფილო გაქვს თქვენი? გამოგონილი უნიკორნი სასაცილო არ არის. არც გამოგონილი ადამიანია. ფლორა, ახლავე შენს პორციას გავაკეთებ. ოჩა, ვიჩხუბეთ, მაგრამ არ დავიწყებია რომ სადილის მომზადების მისი ჯერი იყო. თავად შემოიღო ეს წესები. მათი დარღვევა მისთვის სასარგებლო არ არის. გებრიელად მივთვით. აუ, ტკივა! რა მოხდა? მაკარონი შევჭამე და მაშინვე მუცელი ამტკივდა. კი, ლეო, ეს ყველაზე ჯანსაღი საკვები არ არის. მეწვის, ამ მაკარონს რაღაც დაამატა. ლეო, ამელკამ ეს მაკარონი მოამზადა, არაფერსად ჩააგდებდა შიგნით. ერთი წამით, მაკარონი განაწყენებულმა ამელკამ მოამზადა. ხათმით გინდა მაკარონი თუ ყველით? ერთი წამით, დღეს ყველას მოწამლა გადაწყვიტე? რა? გამოწამლა? რას ამბობ? ძალიან ტკივა. ლეო ამბობს რომ მის მაკარონში რაღაც ჩაყარე. ძალიან ტკივა. ეს ხუმრობაა? მე არასდროს გავაკეთებდი ამას. ლეო, შეხედე, სასწრაფოდ სამანი ჭირდება. ლეო, მოდი დაგეხმარები. არა, მომშორდი, ინაღამ მომკალი. მე ვეხმარები მას. ის კი მაგდებს. ვიპოვე, თავს უკეთ იგზნობ, თუ ამას დალევ. ჯობია წახვიდე და შენი შხამი თან წაიღო. შხამი? კარგი რა, ეს სიგიჟეა. კარგი, ყველაფერი გასაგებია. მე აღარ მოგიმზადებთ საჭმელს. თქვენით მოამზადეთ. მიდი. მოეწონათ ჩემს მეგობრებს? თქვენს რომ საკვები მოწამლული იყო. რა სისულელეა ეს? ალბათ უბრალოდ ძალიან ცხარე იყო. ცხარე?
მოდი ვცადოთ, მაინტერესებს სიტყვები ან თუ არა. არა, არ უნდა შეჭამო. ეს ალბათ შენი მეგობრების ხრიკებია. ფიქრობ, განაცხადებულები არიან და შურისძიება უნდათ. შეიძლება მართალი ხარ, გაითამაშეს რომ მე შემშინებოდა. ჯობია დაივიწყო ისინი. კარგი, მოდი ერთად რამე გავაკეთოთ. კი, ყურადღების გადატანა მჭირდება. ლეო, კარგად ხარ? უკეთესად ხვდები. დახმარება გჭირდება? საჭირო არ არის. ისე შემეშინდა. არ მეგონა ამელკა ასეთი შურისმაძიებელი იქნებოდა. მეგობრის მოწამლა უკვე ზედმეტია. რა მოხდება თუ ვინმე მაიძულა ამის გაკეთება? ვინ? ბრუნი? მოდი თავი დავანებოთ მას. ის არ არსებობს. არ გიფიქრია რომ მამელკამ თავი დაარტყა და ახლა რაღაცეები ელანდება? შესაძლოა. გირჩევ, მას გავყვეთ. მოდი გავარკვიოთ როგორ იქცევა ჩვენს გარეშე. და ეს ჩემი საყვარელი ფოტოა. ლამაზია. და ჩემს მეგობრებს ეს მოსწონთ. კი, და ეს ფოტო ზაფხულის ბანაკშია გადაღებული. იქ ძალიან მომეწონა. კარგი დრო გავატარე. ისინი მხოლოდ სურათებს უყურებენ? გონი ვიღაცას ელაპარაკება. გონი თავის თავს ელაპარაკება. აქ ბებიასთან ერთად ვაცხობს საყვარელ ნამსხვრს. მამას ეს სურათი მოსწონს. მე კი არა. ამელკა, მალე დავბრუნდები. არა, ის ვიღაცას სურათს აჩვენებდა. კარგი, უბრალოდ გინდა დაიჯერო. დარწმუნებული ვარ. ვიღაცას ელაპარაკებოდა. მაშინ რატომ არის ახლა ჩუმად? საიდან უნდა ვიცოდე? ჩვენ აქ ვართ, რომ გავარკვიოთ. აქ არ უნდა ვიყო. ფლორა, რა გჭირს? სულ გაგიჟდი? გაჩუნდი, ამელკა გაიგებს. რასაკეთებ? შენ პირველმა დაიწყე. მე დავიწყე? თითი არ დამიკარებია. ამბობ რომ არ დაგირტყია? არა, მაგრამ ახლა დაგარტყამ. კარგი, შენ ნამდვილად გიჟი ხარ. მომისმინე პატარავ, რამდენი წლის ხარ? გაითრი აქედან. ცუდი ხარ. შენ ხარ? ძალიან ცუდი ხარ. კარგია, ჯობია რომ მე ხელი არ შემიშალოთ. რა ხდება აქ? შენმა მეგობრებმა ჩხუბის დაწყება გადაწყვიტეს. დამშვიდით. ჩუმად. ახლა გცემ. ნუ შემარცხენთ ბრუნის წინაშე. უკან დაიხიე. სად არის ბრუნი? ახლა მასაც ვცემ. სულ გადიჟდით? წამოდი ბრუნი. სულელური იდეა იყო ამელკაზე თვალყურისდევნება. რომ არ გეჩხუბა, ყველაფერს გავარკვევდით. ახლა სხვა გეგმა უნდა მოვიფიქროთ. ძალიან მწვენია ჩემი მეგობრების გამო. მათ მოსწონთ შენი ცხოვრების გართულება. ზოგჯერ ისინი შეიძლება მავნე იყვნენ. მოდი მათ გაკვეთილი ვასწავლოთ. არ შეგვიძლია უბრალოდ დავივიწყოთ ისინი? ამელკა, შენ საკუთარი თავის დაცვა უნდა შეძლო. შეიძლება მართალი ხარ. უთხარი მათ, რომ შენთან ხუმრობა არ შეიძლება და მართალი ხარ. დროა შეწყვიტონ ასე მოქცევა. მათ შიში დაკარგეს. კარგი, ასე ჯობია. რამდენიმე იდეა მაქვს, თუ როგორ ვასწავლოთ მათ ჭკუა. ვაშლი მინდა. ლეო, მისვინე, რაღაც ვიპოვე. წადი ფლორა, დავიღალე ამელკას ყურებით. ნება მიეცი, რაც უნდა ისაკეთოს. უბრალოდ მოვისვინე. კარგი, წაიკითხე. წარმოსახვითი მეგობრები შეიძლება თვით გამოხატვის, ფანტაზიის განვითარებისა და შემოქმედების საშუალება იყოს. მერე რა? ამელკა შემოქმედებითი ადამიანია, ამიტომ ასყავს მას ასეთი მეგობარი. თუ ეს კარგია, მაშინ იარსებოს. ზოგჯერ ადამიანები ისეთ მეგობრებს ეძებენ, რომლებიც ცუდი საქმეების ჩადენას აიძულებენ. ანუ გონია ბრუნი ამელკა აიძულა რომ მოვეწამლეთ? მე ასე ვფიქრობ. წერია როგორ მოვიშოროთ ასეთი მეგობარი? ახლავე მოვძებნი. მიეცი მათ ეს სუნამო. როგორი სუნამოა ეს? დამპალი კვერცხის სუნი ასდის. ეს უბრალოდ ფრენკია. საინტერესოა. არა. სუნის შეგრძნება არ გჭირდება. დამიჯერე. ძალიან ცუდი სუნი აქვს, მართლა? კარგი. შესანიშნავი იდეაა. ვიპოვე, მოკლედ აქ წერია. გამარჯობა, ბავშვებო. ფრთხილად ამელკა, ვასილის ჭრიქებზე არ დააბიჯო. კარგი. მინდოდა რომ შევრიგებულიყავით, სერიოზულად ამბობ? სისულელია რომ ბრუნიზე ვსაუბრობ, გამოდმე. მერე რა? მას აღარ ახსენებ? არა, ახალი მეგობრები აღარ მყავს. დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა. არ მჯერა შენი. კარგი, რაღაცას აპირებ. ჩემი საქციელისთვის ბოდიშის მოხდის მიზნით. გადავწყვიტე საჩუქარი გაჩუქოთ. აიგეთ. მე მიყვარს საჩუქრები. მადლობა. ამით უნდა დაგეწყო. შეისუნთქეთ. მოგწონთ ეს სუნი? სად არის სპრეი?
რაღაც ძილი მომინდა ძალიან. ო, ისეთი დაღლილი ვარ. ჰეი, ბავშვებო. ყოჩა, ღამელკა, რა სჭირთ? სუნამო შეისუნთქეს და მაშინვე ჩაეძინათ. იმიტომ რომ ეს ძილის მომგვრელი სუნამოებია. ძილის სუნამოები? კარგი, რატომ არ გამაფრთხილე? ვიცოდი რომ მაშინ ხუმრობას დაანებებ თავს. არ მინდოდა მათი დაძინება. მეგონა რომ ეს უბრალოდ სუნიანი სუნამო იყო. კარგი, არ ინერვიულო. ეს სუნამოები სულიად უნებელია. ისინი 10 წუთში გაიღვიძებენ. დარწმუნებული ხარ? ნახავ, კარგი, ამასობაში მთავარ ხუმრობაზე გადავალთ. გავალამაზოთ ისინი. სახეები მოუხატოთ. ამელკა, უკან დაიხიე. რატომ დგახარ მან? ფლორას სახეზე დახატე. კარგი, ეს საერთოდ არ მომწონს. ამელკა, თუ მათ ჭკუას არ ვასწავლით, ყოველთვის შეგასვენენ. მათ ეს დაიმსახურეს კი, ალბათ მართალია. იჩქარე და საქმეს შეუდექი, მალე გაიღვიძებენ. დავასრულე, ახლა წავიდეთ, გაიღვიძებენ და გაუცდებიან. ო, ფლორა, რა გჭირს სახეზე? ო, და შენზე რა არის? ახტება, გაიქეცი. გადი აქედან, ეს ჩემი სააბაზანოა. ამელკა, მან თქვა რომ ბოდიშს იხდიდა. კარგი, უფრო ის მაინტერესებს, რა დაგვახატეს? სახე მეწვის. კარგი, რაღაც ნაღები, წისაკით. საერთოდ, რაზე ფიქრობ და? მას შეუძლია ჩემი კანის დაზიანება. სასაცილოს კი არ არის. რაიმე სახის სუნამოთი დაგვაძინეს. უსავთ ხო იყო საერთოდ ეს? თუ მისი ხუმრობები უფრო შორს წავა, შეიძლება მან მოგკლას. ჩვენ მასთან საუბარი გვჭირდება. მე დაველაპარაკები, შენ ძალიან მობიერი ხარ. სახე მეწვის. საშინლად მეწვის. ჩემიც მეწვის. იმედია ეს ყველაფერი მალე გაივლის. წადი. ამელკა, ო, გაიღვიძე? ეს სასაცილოა? კარგი, მინდოდა გცოდნოდათ რომ ჩემთან აღარ გეჩხუბათ. ო, შენ რა გჭირს? მე და ფლორა ამას არ ვიმსახურებდით. ეს სამომავლო გაკვეთილია. კარგად მოიქცევით. ო, შენ საერთოდ აქ რას საკეთებ? ლეო, რა გჭირს? კარგი ამელკა, მივხვდი. ლეო, სინამდვილეში ღია? კიდევ ერთი იდეა მაქვს. როგორ ვასწავლოთ მათ გაკვეთილი? მათ უკვე ყველაფერი გაიგეს. მეჩვენება რომ გაკვეთილის გამეორება გვჭირდება. ფლორა, მე დავინახე ის. ვინ? ბრუნი, ამბელკას უხილავი მეგობარი დაინახე? ის საერთოდ არ არის მეგობარი, მას რქები აქვს, ის საშიშია. ოღონდეს არა. რამე იცი? მოიცა. კარგი, არსებობს თეორია, რომ წარმოსახვითი მეგობრები პარალელური სამყაროდან წარმოშობილი არსებები არიან. მათ შეუძლიათ ისინი რეალურები გახდნენ, თუ ადამიანებს მათი ძალიან სჯერათ. ო, არა! ამელკას უნდა ვუთხრათ ეს? ჯერ უნდა გავარკვიოთ, როგორი არსებაა ეს. მოდი, არ ეყვირო. კარგი. ჩანთა! გითხარი, არ ეყვირო. რა ჩანთა? როდესაც დამალობანას ვთამაშობდით, ჩანთა ვიპოვე. ამელკამ თქვა, რომ ის ბრუნის ჩანთა იყო. აი იქი. იჩქარე. სწრაფად გამოიქეცი. მოდი, დაჯექი. იჩქარე. ჰეი. მომეცი აქ. მოდი, დაჯექი. ბოდიში. ბოდიში. არ გავაკეთებ. ბოდიში. მოიცა, ეს რა არის? კარგი, ეს რა არის? აი, არ მინდა. შენ გეჭიროს. მიშველეთ! გონია რომ გავგიჟდი. ვაიმე, რა დაემართა სახეს? გასკულის ხო? და შენი? ჩემთან ყველაფერი კარგადაა. შენ რა გჭირს? არა უშავს. სარკეში ჩავიხედოთ. ო, და ეს ყველაფერი ბრუნია. ვიცოდი რომ ის არსებობდა.
ამელკა უნდა გადავარჩინოთ. და ჩვენი სახეები რაიმე იდეა გააქვს? საფიქითხე რომ წარმოსახვითი მეგობრებისგან თავის დასახსევად უნდა შეწყვიტო მათი დაჯერება. ამელკას დარწმუნება რომ ბრუნი არ არსებობს, ეს არ გამოვა. მოიცა, ნამდვილი ეშმაკია. ხედავ რომ შენც გჯერა ჩემი. ლეო, ფლორა, რა დაემართა თქვენ სახეებს? შენ გითხარი ეს? რა დაგმართე? კარგი, ეს უბრალოდ კრემი იყო, რომელიც ნამდვილ სახეს აჩვენებს. შენ უბრალოდ მონსტრებად გვაქციე. შეხედე ვინ არიან სინამდვილეში შენი მეგობრები, ისინი მონსტრები არიან. მართლა დაიჯერებ ამას? ისინი ცუდად იქცეოდნენ, მაგრამ არც ასე ცუდად. ისინი არ იმსახურებენ შენს მეგობრობას. შეხედე მათ. კი, არ მინდა ცუდ ადამიანებთან მეგობრობა. მაშინ კი გააგდე ისინი. შეიძლება რაღაც გითხო? გაჩუნდი ურჩხულო. აცადე მკითხოს, როგორ გაიცანი ბრუნი? ჩვენ მე არ მახსოვს. კარგი, თითქოს ის ყოველთვის აქ იყო. ის რაღაც ეშმაკია, რომელიც თავში შემოგიძვრა. შეწყვიტე მათი მოსმენა. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ამელკა, კარგად დაფიქრდი, ხო? მე და ფლორამ ბრუნის ჩანთაში ჩავიხედეთ. ისეთი საშინელებებია შიგნით. ბრუნი, ეს სიმართლეა? რა თქმა უნდა არა. ვის უსმენ? შეხედე ამ ურჩხულებს. კარგი, მაშინ ამიხსენი. რატომ არ მახსოვს როგორ შევხვდით? კარგი, ეს მონსტრი მეგობრები გონებას კიდევენ. სულ ესაა. გაჩერდი, ჩუმად. ყველაფერი გამახსენდა. შენ არ ხარ ნამდვილი. კარგი, ამელია, ამას ნუ ამბობ. არა, შენ ნამდვილი არ ხარ. არა. შენ არ ხარ ნამდვილი. შენ არ ხარ ნამდვილი. Yes, ჩემი სახე. ისევ ლამაზი ვარ. მე მაინც ვერ გავიგე. ეს რა იყო? ბრუნი წავიდა და ეს არის მთავარი. ამელკა, ადექი, მოდი. ოპა! კარგი, ბოდიში. ბოდის გიხდით, ციგნები წავიკითხე. ბრუნი ციგნის პერსონაჟია. კი, ნეტავ შენი ფანტაზია მქონდეს. ჯობია არა, კიდევ ერთ ბრუნის ვერ გადავურჩები. მეგობრებო, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო და თქვენი მაგიური ლაიქით შეაფასებთ მას. არ დაგავიწყდეთ ჩვენი ახის გამოწერა და ზარის ღილაკსეთით დაჭერა. რომ არ გამოგხსეთ ყველაზე საინტერესო ვიდეოები. ნახვამდის ყველას! სხვათა შორის სად არის შენი ვასია? მისგან მწვადი გავაკეთე. როგორ შეგეძლო? რატომ არ წავიდეთ, ცოტა მაჭამე? კიდევ დარჩა. ვასია,